დაუდევრობაზე თუ აღძრავენ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთ საქმეს? არა, ამ საქმის ფარგლებშივე ალბათ შესაძლებელია, რომ რეალურად ჯანდაცვის სამინისტროსაც მიადგე, დაავადების კონტროლულსაც მიადგე, იმიტომ რომ გეტყვის აღმასრულებელი ხელისუფალი, რომ რატო არ მითხარი, რომ ესეთი რაღაცა ხდებოდა, ხო? თეორიულად ეგეც შეუძლიათ. როგორც CDC მუშაობს მაგალითად ნორმალურ ქვეყანაში ამერიკაში ამ შემთხვევაში, ეგრე უნდა მუშაობდეს, რომ სავადმყოფო თვითონ უნდა აგზავნიდეს სტატისტიკას და მერე უნდა იყოს ორგანო, რომელიც არის დამოუკიდებელი ამ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს ექიმებს ესეთი მსგავსი კვლევა, ზოგადად არ უნდა აღჭირდებოდეს, რომ ჩავატაროთ, ხო, ნორმალურ ქვეყნებში ეს კეთდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ მსგავსი ორგანიზაციის მიერ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პაციენტის და კლინიკური კონკრეტული დაავადების ან რაღაცის პრობლემა, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაც, იმიტომ რომ როდესაც ესეთ არადისკრიმინაციულ აგენტს იყენებ, შენ საზოგადოებრივი ჯანდაცვაც ნებისმიერ ვარიანტში უნდა ჩართო იქ, როგორც ჰაერის დაბინძურებაზე მაგალითად, ხო, ეს ხომ მარტო გარემოს დაცვის პრობლემა არ არის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაც არის და დარწმუნებული ვარ, რომ 100% რუსთაველზე ვინც გადის, გამოდის, არ არის პროტესტის მხარდამჭერი, ხო, იქ იქნება რაღაცა წილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს წილი მცირე არის, მაგრამ კოცებს რო კითხო, მეტიც არიან, ხო, და რეალურად თუ გადის 100,000 კაცი ის სიტყვაზე ვამბობ, ანუ უბრალოდ გამოლელი, ან სკოლაში მიდის, მიყავს ბავშვი, ან თვითონ პარლამენტშიც მიდიან და ასე შემდგომ. და აქედან გამომდინარე, ეს მარტო, ანუ კომპლექსური პრობლემა არის ზოგადად. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომ მუშაობდეს ისე, როგორც ამგვარი ორგანიზაცია წესით და რიგით მისი იდეისა და კონცეფციის მიხედვით უნდა მუშაობდეს, ინფორმაცია ნებისმიერ აქციაზე დაშავებულების შესახებ, ბევრად ზუსტი და ბევრად მკაფიო უნდა ქონდეს, იმის მიუხედავად დაინტერესებული პირები კვლევებს ჩაატარებენ, ინტერვიუებს გაცემენ, თუ რა მოხდება. კი, ზოგადად სტატისტიკურ ანალიზს ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროსაც ეკუთვნის რაღაც ნაწილი, მაგრამ დიდი ნაწილი დაავადების კონტროლის ცენტრი იმიტომ ქვია, რომ ის აანალიზებს ამ პარადიგმებს და გადამდებდა დაავადებებს, არაგადამდებდა დაავადებებს და ასე შემდგომ. არის რაღაცა პრობლემები, მაგალითად, რაც როგორც მახსოვს, ახლა არ მინდა შევცდე, მაგრამ რახან ესეთი საჯარო სიტუაცია და ამდენი ადამიანის ქოლგის ქვეშ ხდება, როგორც მე მახსოვს, ეს მარტო ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა არ არის, ასევე დაავადებათა კონტროლის პრეროგატივაც არის, იმიტომ რომ ბევრი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულად ამ ჰაერის დაბინძურება, მოწყვა ჯგუფებმა, თუნდაც იგივე ჩვეულებრივი ცხელმსადენი გაზის უბრალო უპრაკუნო ექსპოზიციამ. ხო, აქედან გამომდინარე, ეგ ყველას პრობლემა არის.